მდინარე მტკვარში დაკარგული ალიკა ხმალაძის პოვნას მავშელები უშედეგოდ ცდილობენ. უკვე მე-6 დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები სამძებრო სამუშაოებს მტკვრის სანაპიროზე, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ხაშურის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებენ. პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მყვინთავთა ჯგუფიც. ასპინძის სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ მდინარეში ახალგაზრდის პოვნას ადიდებული წყალი და კლიმატური პირობების გაუარესება ართულებს. ისინი იმედოვნებენ, რომ 33 წლის ალიკა ხმალაძის პოვნას დროულად შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ ახლოეს საათებში მისი პოვნა ვერ მოხერხდება, სამძებრო სამუშაოები მტკვრის სანაპიროზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. სადაც დაიხსო ეს პიროვნება, ნავებით, მყინთავები მუშაობენ, სადაც არის საეჭვო ადგილები, მორევები, ღრმამორევები, სადაც ვარაუდი არის, იქ მიდის საძიებო სამაშველო სამსახური. სურავით შესულა, დიდია წყალი, წეღანას გითხარით და ალბათ გადაყლაპა წყალი ამ დიდ ჩქერებში და სურვა იცოდა თქვენ. როგორც იძახიან კი. ახლობით ალბათ 1 კილომეტრი გამოვიარეთ რა. ვეძებთ უშედეგოდ. ცოტა დიდია წყალი გვიჭირს. მოძებნა. დაახლოებით უნდა ჩავიდეთ კიდევ 10 კილომეტრი რა. ასპინძაში უბედური შემთხვევა 19 აპრილს საღამოს 5 საათისათვის მდინარის სანაპიროზე ეგრეთ წოდებულ გომებთან მოხდა. ალიკა ხმალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მდინარეზე ანკესით სათევზაოდ მამასთან და ძმასთან ერთად წავიდა. იგი წყალში საცურაოდ შევიდა, თუმცა ადიდებულმა ტალღებმა ჩაითრია და ოჯახის წევრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს. სამაშველო ბრიგადებთან ერთად ალიკა ხმალაძეს ასპინძის მოსახლეობაც ეძებს. ალიკა ხმალაძის ბიძა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ეძებენ დღესაც თბილისელებიც, ახალციხლებიც ამოდიან, სუყველა, ბორჯომი, ხაშური, სუყველა ძმასთან ერთად, მამასთან ერთად და მეგობართან ერთად. მდინარის პირას მივიდნენ, ალბათ ბუნებაში აღდგომა მოდიოდა. ალბათ სააღდგომოდ გავიდნენ ბუნებაში, ანკესით წავიდნენ. თევზი უნდა ეეჭირათ, რომ საფლავზე გასულიყვნენ, რომ თევზი ყოლოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისათვის უწყების ყველა სამაშველო ბრიგადა 33 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებშია ჩართული. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიებაც, თუმცა როგორც სამინისტროს პრესამსახური მეცხრე არხთან განმარტავს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 33 წლის ალიკა ხმალაძე დაბა ასპინძაში ცხოვრობდა, მას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.